თურქმენეთი ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომელიც აკავშირებს მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა და ისტორიული პოლიტიკური თანამშრომლობა. ჩვენ ასევე დღეს საუბარი გქონდა ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ამ კუთხით არის ძალიან დიდი სივრცე იმისათვის, რომ განავითაროთ ურთიერთობები. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა განავითაროს საკუთარი როლი შუა და დიდ ფარგლებში. ამ კუთხით რა თქმა უნდა თურქმენეთთან თანამშრომლობას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. ჩვენ გქონდა საუბარი ძალიან კონკრეტულ საკითხებზე, რომელთანაც არის დაკავშირებული ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება, ასევე ჩვენ მინისტრებს გქონდათ საუბარი ძალიან კონკრეტულ საკითხებზე, ხელი მოიწერა რამდენიმე მნიშვნელოვან შეთანხმებას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ვიზიტი ხალხს შეუწყობს თანამშრომლობის განვითარებას, როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური კუთხით. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პოტენციალი არის ძალიან დიდი და ამას რა თქმა უნდა განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობ. მე მქონდა შეხვედრა ძალიან საინტერესო და ძალიან პოზიტიური შეხვედრა პრეზიდენტთან, სადაც განვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობის აბსოლუტურად ყველა ასპექტი. ენერგეტიკული მიმართულებით თანამშრომლობაზეც ბუნებრივია და ასე გაკეთდა ხო აქცენტირებული ნაწილი, როგორც ექსპორტზე, ისე საქართველოს ტრანზიტულ როლზე ამ მიმართულებით, აი ეს ცენტრალურ აზიაში საქართველოს. რა თქმა უნდა, ენერგეტიკა იყო ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა. თქვენ იცით, რომ თურქმენეთი არის ძალიან მდიდარი რესურსებით გამორჩეული ენერგეტიკული თვალსაზრისით და ჩვენ შეგვიძლია რა თქმა უნდა შევთავაზოთ თურქმენეთს ძალიან კონკრეტული ასე ვთქვათ დახმარება ენერგეტიკული რესურსების ტრანზიტის თვალსაზრისით. გარდა ამისა, ჩვენც გვაქვს ინტერესი, რომ შევისყიდოთ ენერგეტიკული რესურსები თურქმენეთისგან. ამ საკითხებზე გქონდა ძალიან საინტერესო საუბრები და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან კონკრეტული პროგრესი გვექნება ჩვენს ურთიერთობებში უახლოეს მომავალში იმ შეთანხმებებიდან გამომდინარე, რომელსაც მოიწერა ხელი. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ თემებს, კითხავთ სამართლიან არჩევნებზე, ამ დრომდე არ აძლევს პროკურატურას პარალელური დათვლის შედეგებს, დამატებით ითხოვენ დროს კიდევ რამის ხომ არ მალავენ. ასევე გავრცელეს ინფორმაცია, რომ ამბობენ, რომ თანამშრომლებთან ის რაც არ გავრცელებიათ, დროს ითხოვენ და რანუ რისთვის. საქმე ლაპარაკის ნაცვლად მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული ინფორმაცია მიეწოდოს პროკურატურას, იმისათვის რომ ყველაფერი გახდეს ნათელი. თქვენ გახსოვთ რა მოხდა 2020 წელს, მაშინ მან ჩაატარეს პარალელური დათვლა და გააყალბეს რეალურად დათვლის შედეგები. ახლა ვეღარ მოახერხეს დათვლის შედეგების გაყალბება, თუმცა აღარ აქვეყნებენ ამ შედეგებს. ყველაფერი ერთ დღესავით ნათელი 2020 წელსაც და 2024 წელსაც. მათ ერთადერთი ამოცანა იყო ისეთი აღქმის შექმნა, რომელიც გაყალბებულად ჭყალებში წარმოაჩენდა არჩევნებს. თუმცა ყველა ხედავს, არჩევნები ჩატარდა სუფთად, არჩევნები ჩატარდა ძალიან მაღალ დონეზე, შესაბამისად ისვეთის ეს ცდილობები, რა თქმა უნდა, განწირულია წარმატებულობის. ოპოზიცია არ უარყოფს, რომ პარტნიორებთან აქვთ კომუნიკაცია სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, ახლა ისინი იმყოფებიან ბალტიისპირეთში. აი თქვენთვის რას ნიშნავს ზოგადად მათი განცხადება და ის რომ ისინი ახლა იმყოფებიან. უცხო ქვეყანას ეთანამშრომლობიან საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ეთანხმებიან იმ შეურაცხყოფელ განცხადებებს, რომელსაც ვისმენთ ჩვენ ბალტიისპირეთში. ეს არის სერგო ორჯონიკიძის ხაზი და მე ვფიქრობ, რომ ასეთი ქმედებები ალბათ ექცევა სისხლის სამართლის კოდექსის ნორმების ქვეშ. თუმცა ეს არის რა თქმა უნდა არის ჩემი გადასაწყვეტი, არამედ შესაბამისი წყებების გადასაწყვეტი, მაგრამ დღესავით ნათელია თუ რას აკეთებენ ეს ადამიანები, ისინი ღიად თანამშრომლობენ უცხოურ სტრუქტურებთან იმისათვის, რომ დააზიანონ საკუთარი სახელმწიფოს ინტერესები. ეს არის სხვა არაფერი თუ არა საკუთარი ქვეყნის ღალატი, თუმცა ეს არის ჩემი პოლიტიკური შეფასება, სამართლებრივი შეფასება, ამასთან დაკავშირებით უნდა გაკეთდეს შესაბამისი უწყებების მხრიდან. NGO-ები რეგისტრირდებიან ესტონეთში, 3 ორგანიზაციაა დარეგისტრირებული, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს გაეროს ასოციაცია და მედია ჯორჯია ნიუს. ეს არის მითევლიშვილის რას გაურბიან და რატომ იპოვეს თავშესაფარი ესტონეთში. სანქციებზე, როდესაც არის საუბარი, მათ შორის არის საუბარი ამაზეც, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებული, იგივე ესტონეთთან დაკავშირებით სანქციების დაწესების მიმართულებით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ხდება. ეს არის ერთგვარი აღიარება იმისა, რომ ესენი არიან უსამშობლოები ამის პირდაპირ გადატანითი ყველანაირი მნიშვნელობით, როდესაც ჩვენ რეგისტრირდები უკვე უცხოურ ორგანიზაციად და აწარმოებ რეალურად საკუთარ საქმიანობას საქართველოში. ეს ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს. თქვენ გახსოვთ თავის დროზე, როდესაც მიიღებოდა კანონი გამჭვირვალობის შესახებ, ისინი საუბრობდნენ იმაზე, რომ არ სურდათ სტიგმატიზება
და საკუთარი თავის წარმოჩენა როგორც უცხოური გავლენის აგენტებად. არა თუ უცხოური გავლენის აგენტებად, ისინი რეგისტრირდებიან პირდაპირ უცხოურ ორგანიზაციებად. აქ არის ყველაფერი დღესავით ნათელი, ხო? სინამდვილეში აქ არაფერ შუაში იყო სტიგმატიზაცია, არაფერ შუაში იყო სხვა საკითხები. რეალურად ესენი არიან უსამშობლო ორგანიზაციები, რომელთა ერთადერთი დაკვეთა და დავალება დაუპირისპირდნენ პირდაპირ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ბატონო, მე გითხავთ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით, ის აცხადებს, რომ ამაგრის სპორტი უნდა აშენოს ამერიკამ და ის პირდაპირ ამბობს, რომ ამერიკული ინტერესებს ემსახურება. ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე? დავამატებ, რატომ საუბრობს ამერიკის ინტერესებიდან და არა საქართველოს ინტერესებიდან ხაზარაძე? ნუ თავის დროზე ხაზარაძე იყო პასუხისმგებელი ინვესტორების მოზიდვასა და მას ჰქონდა სრული თავისუფლება. მას შეეძლო ამერიკელი ინვესტორების მოზიდვა, ევროპელი ინვესტორების მოზიდვა, ჩინელი ინვესტორების მოზიდვა, ნებისმიერი ინვესტორის მოზიდვა. მაშინ სხვადასხვა ხაზარაძე საუბრობდა ჩინური ინვესტიციების მნიშვნელობაზე ანაკლიაში და დღეს უკვე საუბრობს იმაზე, რომ თითქოს ჩინური ინვესტიცია არის დანაშაული ჩვენი ქვეყნის წინაშე. მან ვერ მოიზიდა ვერც ვერავითარი ამერიკული ინვესტიციები, ვერც ვერავითარი ევროპული ინვესტიციები, შესაბამისად ყველაფერი დევს ხელის გულზე. რაც ამბობს ხაზარაძე, ეს არის ცარიელი სპეკულაცია და манипуляция. თუ თავის დროზე მას სურდა ამერიკელი ინვესტორების მოსიდვა, ამისთვის მას ჰქონდა მინიჭებული ყველანაირი შესაძლებლობა, თუმცა ეს არ გააკეთა, ვერ გააკეთა. დღეს მისი მხრიდან საუბარი ამერიკულ ინვესტიციებზე არის, რა თქმა უნდა, ცარიელი სპეკულაცია. მე გითხავთ ახალი საერთაშორისო პოლიტიკის კონტურებზე, იგივე თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკის გათვალისწინებით, იგივე ვეცით რომ ევროკავშირის სამიტიც იყო და იქაც იყო რაღაც გარკვეული საკითხებზე რჩევობა და ამ მიმართულებით საქართველოზე გავლენა ეს ახალი პოლიტიკის როგორ აისახება ეს ყველაფერი, ეს ცვლილებები, რომელიც მოკლედ მიმდინარეობს. ნუ ჩვენ ვაგვირდებით მოვლენების განვითარებას, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროკავშირში. ჩვენ ხედავთ, რომ არის განსხვავებული მიდგომები ახლა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციაში, თუმცა ევროკავშირი არ სრულებს საკუთარ მიდგომებს, მათ შორის ომთან მიმართებით. ნახოთ, ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ჩვენ მოვლენების განვითარებას, თავარია რომ ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ ვიყოთ სრულად კონცენტრირებული საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვაზე, ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და ამოცანა. საქართველოში აკრედიტებული ელჩებს ბატონო ირაკლი ხშირად ხედავთ სასამართლო პროცესებზე, ვისმენთ ისეთ განცხადებებსაც, რომელიც არის ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, რამდენად ჯდება ეს დიპლომატიის ჩარჩოში. ეს არის, რა თქმა უნდა, პირდაპირი პოლიტიკური ჩარევა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. ეს არის დღესავით ნათელი. შესაბამისად, მე ყველას მოვუწოდებ, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, მისი პრინციპები, ასევე დაიცვან კონვენციები, რომლებითაც არიან შებუჭილი უცხოელი ელჩები, რომლებიც მუშაობენ საქართველოში. დღემდე სამწუხაროდ ეს პრინციპები და კონსტიტუციური ნორმები დაცული არ არის. ნუ იმედი მაქვს, რომ მომავალში ეს ვითარება გამოსაჯდება.